საყვარელო ძმებო, ჩვენ უკვე მივაღწიეთ წმინდა მარხვის მჭერებს. ისინი უკვე მზად არის ჩვენს წინაშე განსახილვად. წმინდა ეკლესიის დადგენილის თანახმად ჩვენ დღეს წმინდა სახარებაში უკვე წავიკითხეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მითითება მარხვის 8 წელში სწორი შეცვლის შესახებ. უკვე თუ მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათ, მოგიტევნეს თქვენცა მამამო თქვენმა ზეცადა. ხოლო უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათ, არცა მამამო თქვენმა მოგიტევნეს თქვენ შეწოდებანი თქვენ. ასეთი ცნობით ხვდება წმინდა ეკლესია დიდ მარხვის მჭერებთან. იგი გვთავაზობს ასეთ პირობას სინამდვილის სულიერი დარბაზის ყოველზე. ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ ჩვენი მონანიება სხვადასხვა ცოდვიანი გატაცებების გამო, სხვადასხვაგვარი ხორციელი ნაკვლოვანებებითა და დატვირთვებით. სახარება მოითხოვს ჩვენგან წყალობას მსხვერპლამდე, რათა მსხვერპლი ღვთისთვის სასიამოვნო იყოს. ყველას, ვისაც სურს მარხვის და ლოცვის 8 წლის დაწყება, ყველას, ვისაც სურს უხვი ნაყოფის მოწევა, თავისი სინანულით ისმინეთ ღვთის სიტყვა, ისმინეთ ღვთის აღთქმა და მიუტევეთ, შეუნდეთ მოყვას თქვენგანი ცოდვა. უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეწოდებანი, მოგიტევნეს თქვენცა მამამო თქვენმა ზეცადა. ხოლო უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათი, არცა მამამა თქვენმა მოგიტევნეს თქვენ შეწოდებანი თქვენი მამა. აი ესეთი მოკლე და ყოვლის მომცველი სიტყვა წმინდა ეგნატე ლიანჩანინის. დღევანდელ კვირას ჩვენ ესევე ძახით ხოლმე მიტევების კვირას. მაგრამ ძირითადად მან სურათებას ვამახვილებთ ხოლმე შემდობის თხოვნას. ეს ძალიან იოლია. სწორად გამიგეთ, იოლი იმიტომ არის, რომ გულწრფელად ავკითხოთ შემდობას, თორე გულწრფელად ავკითხოთ შემდობას ჩვენი შეცოდებებისთვის, მაშინ ესე იოლი არ იქნებოდა და მაშინ ყოველდღე ვუთხობდით ამ შემდობას, არ დაველოდებოდით წელიწადში ერთ დღეს ერთმანეთისთვის დაგვერეკვა და შემდობა გვეთქვა. ძირითადად ჩვენი შემდობა არის ზედაპირული, მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს წესი არის და ესე უნდა შევასრულოთ. თუმცა ეხლა როგორც თქვენ მოусმინეთ წმინდა მღვდელმთავარს, როგორც სახარებაში თავად მას ყოველს მოусმინეთ, საერთოდ არ არის ლაპარაკი შემდობის თხოვნას. სწორად გამიგეთ, მეტი არ ვაკნინებ შემდობის თხოვნას მნიშვნელობას. უბრალოდ აქ საერთოდ არ არის ამაზე ლაპარაკი. აქ ლაპარაკი არის შენ მიუტევე მათ ვინ შენ გაწყები. ამაზე. ერთადერთი წინაპირობა მარხვაში სწორად შეგვიძლების არის აპატია. ნახეთ როგორ ამბობს წმინდა მღვდელმთავარი, რომ ეხლა ჩვენ უნდა შევაბიჯოთ იმ პერიოდში, როდესაც უნდა ცოტა თავს გავუჭიროთ ფიზიკურად, ყველანაირად. და ეს მსხვერპლი უნდა გავაკეთოთ ქრისტესო, მაგრამ მსხვერპლამდე ჩვენ ვიცით, რომ მას სწავლება, რომელიც გაიმეორა წმინდა მღვდელმთავარმა, წყალობა იმნებავს და არა მსხვერპლი. მსხვერპლამდე ჯერ წყალობა უნდა. ამიტომ თუ ადამიანი მოწყალი არ არის, მის მსხვერპლს ღმერთი არ შეიწირავს, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს ეს მსხვერპლი მისგან. გამორიცხული. ამას გვეუბნება დღეს წმინდა მღვდელმთავარი. ამიტომ დღევანდელ დღეს ალბათ უფრო კარგი იქნება ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი, თუ ამ კუთხით დავფიქრდებით, არა იმ კუთხით, რომ ჩვენ ვითხოვოთ შენ დაუბრუნდეთ, ესეც კარგია და მნიშვნელოვანია. უბრალოდ ხაზგასმის პარამეზე მინდა დავაკეთოთ. უფრო ისე დავფიქრდეთ, ვინმე ხომ არ არის ისეთი, ვისაც არ ვპატევთ. ვისთანაც შუღლი გვაქვს. ვისთანაც შუღლი გვაქვს გულში. აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წლები გადის, ეს სიბოროტე გულში ფუძფუთებს და საშინელი სამჟავოს პირობები იქ ჩვენ ვთქვით, რომ გავიხსენეთ სწავლება ეკლესიის, რომ ეს ჩვენში შიგნით რაც ფუძფუთებს, ყველაფერი გარეთ გამოჩნდება და მერე შეგუწყვება. შეგუწყვება ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გარშემო ცხოვრობდა და ვინც არ ცხოვრობდა, იმიტომ რომ ყველა დაინახავს ამ ყველაფერს. ამიტომ თუ გვინდა რომ რაიმე სარგებელი ამათგან გავიტანოთ, უნდა ვაპატიოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ცხოვრობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ამ მარხვაში შესწავლილი და კარგი იქნება თუ ამას ავიწყდეს. მერთმა შეგინდათ თქვენს ყველა შეცოდებები,
მეც მაპატია თუ რამე შემიცურავს ევსი თუ მოიწვა.